ლამაზია, ნეტა ვინ მიიღებს? მოდი ვნახოთ. ჯეირანი. Yes, გვირგვინი ჩემი იქნება. არანაირად ლილი, შენი სტილიც კი არ არის. უკან გაიწიე, თორემ დაგვიوارდება. ხო, მგონი იდეალურად მეტევა თავზე. მაგარია, აი დედოფლის გვირგვინიც. რა უცნაურია, მეგონა რომ უკეთესი იქნებოდა. ხო, მეც რაღაც უფრო ლამაზი წარმომედგინა. კარგი, რა მნიშვნელობა აქვს როგორი გვირგვინია, ვინც მას დაიდგამს დედოფალი გახდება. ხო, ჩემი გრძნობები მართალს ამბობდნენ. ვიღაცა გვირგვინის მოპარვას ცდილობს. ვაუ, ფლორიდა. გეგონა რომ მოიპარავდი და დედოფალი გახდებოდი? რა გავაკეთოთ, დავვრეკოთ პოლიციას. ნახეთ აქ ვინ არის. ჩვენ უბრალოდ მოვედით რომ გვენ ახლა როგორი გვირგვინია და თქვენ რას აკეთებთ აქ? ხო, გვენ როგორც ვიცი, უკვე 5 ჯერ გეხურა ეს გვირგვინი. რაღაც ეჭვმეპარება რომ ისანახავად მოსულიყავი. გვენ, აქ იმისთვის მოხვედი რომ გვირგვინი მოიპარო? როგორი აშკარაა, თან მეგობრებიც მოგიყვანია. ნახეთ ლაპარაკი ვინ დაიწყო. გოგოებო, ეს გვირგვინი უკვე 5 წელი ამახურავს და ეს წელიც არ იქნება გამონაკლისი და თქვენ ამაში ხელს ვერ შემიშლით. მე ვფიქრობ რომ პოლიცია გამოვიძახოთ და დააპატიმრონ. ხო, მართალია, ჯერ გვენის დღიური იყო, ახლა გვირგვინს უმიზნებენ. ფლორიდა, მიგვეშენ და შენდებს რისი გაკეთება შეგიძლიათ? პოლიცია არ არის საჭირო. კარგი, მივდივართ. მოგესალმებით, აი ეს ქურდები დავიჭირე, გვირგვინის მოპარვას ცდილობდნენ. გოგოებო, გაიღიმეთ, კამერაში ჩანხართ. და იმედი მაქვს ახლა ყველა დარწმუნდით, რომ მე უნდა ვიყო დედოფალი.